მეტყევის პროფესია მეტად რთული და საპასუხისმგებლო პროფესია არის. ეს მოითხოვს ჰარმონიაში მუშაობას როგორც ბუნებასთან, ისე ადამიანებთან, იმიტომ რომ ჩვენი ურთიერთობები გადაჯაჭვული არის. შესაბამისად, ეს ძალიან საპასუხისმგებლო საქმე და თითოეული ჩვენთაგანი უნდა მივიღეთ მაქსიმალური ყურადღებით, რათა გავითვალისწინოთ, დავწონოთ თითოეულ საკითხს და ისე მივიღოთ სწორი და რაციონალური გადაწყვეტილება. კონკრეტულად რა მოვალეობები აქვთ დღის განმავლობაში ან წლის განმავლობაში, რას აკეთებენ მეტყევეები? მეტყევე სპეციალისტს უამრავი მოვალეობა აქვს, ეს იწყება ტყის დაცვიდან, ასევე ტყის მოულაღწინებასთან დაკავშირებული ღონისძიებებით, ტყის აღწერის. ეს გულისხმობს ადგილზე ტყეში გასვლას თუ არა მხოლოდ? როგორც ადგილზე საველე სამუშაოებს, ისე საოფისე საქმიანობას, რომელიც მოიცავს უკვე საველე მონაცემების საფუძველზე, მაგალითად პროექტების შემუშავებას და ასე შემდეგ. ეროვნული სატყეო სააგენტო ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებს ტყის მოულაღწინების ღონისძიებებს, რამდენიმე 1000 ჰექტარზე გავედით უკვე ასე ვთქვათ ტყის მოულაღწინების ღონისძიებების მასშტაბით, ასეთი ფართობი, ასეთი მასშტაბის სამუშაოები ჯერჯერობით არ ჩაუტარებია ეროვნულ სატყეო სააგენტოს ბოლო წლების მანძილზე. შესაბამისად, ეს სამუშაო მოითხოვს როგორც საველე სამუშაოს, მაქსიმალური სიზუსტით თითოეული დეტალის შესწავლას, თითოეული მონაცემის მოგროვებას და ამის შემდგომ უკვე ოფისში შესაბამისი დამუშავების საფუძველზე პროექტების შემუშავებას. თუ გაქვთ სტატისტიკა, რამდენი მეტყევე არსებობს დღეს საქართველოში და ზოგადად რამდენად პოპულარულია ეს პროფესია ახალგაზრდებში? რა ასაკის ადამიანები არიან ძირითადად ამ პროფესიაში? ასაკთან მიმართებაში ცოტა თაობათა შორის წვეტა იყო და ამასთან მიმართებაში ჩვენ აქტიურ რეჟიმში დავიწყეთ 2019 წლიდან ახალგაზრდა სპეციალისტთა ტყის ტაქსაციაში გადამზადების კურსი, 75 ტაქსატორი კოსმეთლენობაში გადამზადებული ამ მიმართულებით, ასევე ინტენსიურ რეჟიმში სტაჟიერების მიღება გვაქვს ხოლმე სააგენტოში, რომლებიც როგორც დარგობრივი მიმართულებით, ასევე სააგენტოში არსებულ იურიდიულ სამსახურში გადიან შესაბამის სტაჟირებას. ჩვენი ინტერესია რაც შეიძლება მაქსიმალურად გავზარდოთ დაინტერესება ახალგაზრდებში, ვაჩვენოთ ის ჩვენი პროფესიის დადებითი მხარეები, რაც გვაქვს. ჩვენი გაკეთებული თითოეული საქმე 10 წლის მანძილზე არის შედეგის მომცემი, ასე ვთქვათ, შესაბამისად ეს ყველაფერი საჭიროებს სწორ რაციონალურ დაგეგმვას და როდესაც ამაში შენ თვითონ იღებ მონაწილეობას, როდესაც შენს მიერ დარგული ენერგიები გაიხარებს და იმ ტერიტორიას, სადაც ტყე არ არსებობდა და ტყე გაშენდება, თუნდაც ეს ავიღოთ, ეს უკვე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის ერთი და მეორე ძალიან დიდი мотиваცია, როდესაც შენ გაკეთებულ საქმეს უკვე ეხები, შენ გაკეთებულ საქმეს ხედავ და ამით არა მარტო შენ, არამედ მთელი ამ ქვეყნის მოსახლეობა სარგებლობს. გარდა ამ პასუხისმგებლობისა და გარდა იმისა, რომ ბუნება უნდა უყვარდეს იმ ადამიანს, ვინც ამ სფეროშია დასაქმებული და კიდევ ბევრი დეტალია, ხომ? რამდენად მაღალანაზღაურებადი პროფესია არის ეს? საშუალო ანაზღაურების პროფესია, პასუხისმგებლობა უზარმაზარია, სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე მეტნაკლებად რთული არ და ძალიან საპასუხისმგებლო არის. დეფიციტურია, შეიძლება ითქვას, რომ კადრების დეფიციტია. ამ მომენტში დეფიციტური არის კადრები, კვალიფიციური კადრების ძალიან დიდ დეფიციტს განვისით, მაგრამ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ამ სტაჟირების, ამ გადამზადების პროგრამებით მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ იმას, რომ ახალგაზრდებში ის мотиваციაც გავაჩინოთ, რომ სამსახურები დაიწყონ, მუშაობა დაიწყონ და ასე შემდეგ. წეგან როგორც აღმოჩნდა ტაქსატორების გადამზადების შემთხვევაში, ეს ადამიანები დასაქმდნენ, ზოგი ნაწილი დასაქმდა ცენტრალურ სააგენტოში, ასევე ტერიტორიულ სატყეო სამსახურებში და ასევე კერძო კომპანიებში. ამ მიმართულებით შედარებით უფრო მეტი არის ანაზღაურება, მინდა აღვნიშნო და უკმაყოფილებით არიან ჩვენი ახალგაზრდა ტაქსატორები ამ ყველაფერთ. რა მდგომარეობაა დღეს, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს ტყეებზე? რა არის ის მთავარი გამოწვევები? შესაძლოა თემა ძალიან ფართოა, მაგრამ აი მთავარი გამოწვევები ტყეების მიმართულებით დღეს რა არის ქვეყანაში? მთავარი გამოწვევა მაინც ეს არის მოსახლეობის დამოკიდებულება ტყესთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ რა სტატისტიკაც გვაქვს და რა ინფორმაციასაც ვფლობთ, ვინაიდან გაზიფიცირების პროცესი და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სხვადასხვა რეგიონში და სოფლებში, შესაბამისად შედარებით იკლებს შეშაზე მოთხოვნის დამოკიდებულება, ასევე მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ და მაქსიმალური ყურადღებით მივდგეთ ტყეში ხანძრების რისკებს. ვინაიდან ამაზე დიდი რისკი ჩვენი ტყეების არ არსებობს, რომ ხანძარმა შეიძლება გაგვინადგოს. ამიტომ თითოეული ადამიანის გადაადგილება, ეს იქნება მოლაშქრე, ეს იქნება სხვადასხვა პირი, რომელიც ტყეში გადაადგილება, მაქსიმალურად უნდა იცოს ის უსაფრთხოების წესები, რომ ჩვენმა ერთმა არასწორმა ნაბიჯმა არ მიგვიყვანოს სავალალო შედეგამდე. რა კეთდება იმისთვის, რომ ადამიანების ცნობიერება გაიზარდოს? ალბათ მოლაშქრეებმა ყველაზე კარგად იციან ეს წესები. უფრო ალბათ ჩვეულებრივ ადამიანებს მაქვს საუბარი, ვინც უბრალოდ გადაწყვეტს, რომ ტყეში მაგალითად მოაწყოს პიკნიკი. კი, ამისათვის ეროვნული სატყეო სააგენტო ატარებს ხოლმე შესაბამის კამპანიას, გაზაფხულიდან ვიწყებთ, როდესაც ეს ხანძარ საშიშროება მაქსიმალურ რისკისკენ მიიწევს. ვანთავსებთ შესაბამის ბანერებს და ვატარებთ აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ამასთან დაკავშირებით, თითოეულ ადამიანამდე მივიტანოთ ეს ინფორმაცია, რომ გავუფრთხილოთ ჩვენ ტყეს, გავუფრთხილოთ ჩვენს უნიკალურ ბუნებას.
ვიზრუნოთ ჩვენ დღეზე იმისთვის, რომ მან იზრუნოს მერე ჩვენ შვილებსა და მომავალ თაობაზე. როგორ უნდა იზრუნოს დღემ ჩვენ შვილებსა და მომავალ თაობაზე? რა არის ის მთავარი სარგებელი, რაც ჩანსაღის კიდევ უფრო კარგად რომ გავაგებინოთ მოსახლეობას, რატომ უნდა გაუფრთხილდნენ დღეს? დღე არის განსაკუთრებული ეკოსისტემა და მით უმეტეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის თითქმის ნახევრამდე ტყით არის დაფარული და ჩვენ ტერიტორიებს, სასატყეოს ტერიტორიებს წარმოადგენს. თუნდაც იქ ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის ის ყოველდღიურად შესაძლებელი რესურსი აიღოთ სოკო, ავიღოთ ხელკენკროვანი რესურსები, აიღოთ რისი მოპოვების საშუალებაც გააჩნიათ. გარდა ამ პირდაპირ სარგებლობისა, არაპირდაპირ სარგებლობის ნაწილში სუფთა ჰაერი, ჯანსაღი გარემო. შესაბამისად ეს თითოეულ ჩვენთაგანზე აისახება და ადამიანებმა რატომღაც ამ რაც უფრო ვითარდებით ადამიანებმა მით უფრო ნელ-ნელა დაიწყებას ეცემა ამ დღესთან დაკავშირებული ჩვენი გადაჯაჭვული ურთიერთობა, რაც ადამიანი დაიბადა და რაც ადამიანი არის ამ სამყაროში მის მერე რაც მოდის და შესაბამისად საჭიროა გონევრული მიდგომა, ცნობიერების ამაღლება ამასთან დაკავშირებით და ვიზრუნოთ და შევინარჩუნოთ ეს ჩვენი უნიკალური ბუნება და ეს ჩვენი ტყეები. არის ჯარიმები დაწესებული იმ ადამიანებისთვის, ვინც გარკვეულ წესებს არ ღვევს, ხომ, რაც ტყეში არის დაწესებული. რამდენად იზრდება ან მცირდება ამ ჯარიმების ოდენობა, რამდენად იზრდება ცნობიერება მოსახლეობაში იმასთან დაკავშირებით, რომ მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ ტყეს. თუ არის გარკვეული პროგრესი ამ მიმართულებით. გარკვეული პროგრესი არის ამასთან დაკავშირებით, რაც შეეხება საჯარიმო სანქციებს, გაიზარდა საჯარიმო სანქციები ტყის უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებით, ასევე დაუდევრობით გამოწვეულ ტყის ხანძრებთან მიმართებაშიც. რამდენია ჯარიმები ჩაგეკითხები? ჯარიმა ინდივიდუალურია, მნიშვნელოვანი ზიანის შემთხვევაში 1000 ლარიდან ზემოთ უკვე არის სისხლის სამართლის დანაშაულში გადადის. ტყის ხანძრების შემთხვევაში შეიძლება იყოს 500-დან 5000 ლარამდე ეს ჯარიმა. ხე-ტყესთან მიმართებაში, უკანონო ხე-ტყის დამზადებაში ან ტერიტორიის მითვისების შემთხვევაში ეს ინდივიდუალური არის და საკმაოდ მკაცრი არის საჯარიმო სანქციები ამასთან მიმართებაში. როგორ კონტროლდება ეს? არის გარკვეული კამერები თუ მონიტორინგის ჯგუფები დადიან პერიოდულად? განთავსებული გვაქვს როგორც კამერები ტერიტორიაზე, ასევე ყავს შესაბამისი ადამიანები, ასევე ჩართული არის ამ საკითხში გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტი, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოები. და ჯაჭვურად, ასე ვთქვათ, მთელი სახელმწიფოების მექანიზმი, ასე ვთქვათ, ვცდილობთ, რომ ეს ჩვენი ტყეები მაქსიმალურად დავიცვათ. მაქსიმალურად ასე ვცდილობთ, რომ მოსახლეობამდე ეს ინფორმაციაც მივიტანოთ, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ტყის დაცვასთან მიმართებაში რაც შეიძლება მეტად გაიზარდოს ეს აღქმა. ბოლოს ისე მინდა მეტყევის დღეს დავუბრუნდეთ, თუ არის გარკვეული ღონისძიებები დღეს დაგეგმილი ამ თარიღთან დაკავშირებით. ამ თარიღთან დაკავშირებით დღეს ძალიან კარგი ღონისძიება არის დაგეგმილი ბოტანიკურ ბაღში, სადაც გარემოს დაცვა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბატონი დავით სონღულაშვილი დააჯილდოებს იმ ადამიანებს, ვისაც განსაკუთრებული წვლილი აქვს სატყეო დარგის განვითარებას შეტანილი. დღეს დაჯილდოვდებიან ის ადამიანები, რომლებიც არიან დამსახურებული მეტყევები ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე დაჯილდოვდებიან ის ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანს და 10 წელი და მეტი აქვთ უკვე დამსახურება სატყეო დარგის მიმართულებით. ესენი არიან როგორც ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, ისე დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლები, აჭარის სატყეო სააგენტოს და გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის მეტყევების სპეციალისტები.